A V I S U P L E B A თავისუფლება. ოჯახ. მე თვითონაც არ მჯერა რომ 5 წლის ბავშვმა მისი ასაკისთვის საკმაოდ რთული ამ სიტყვის ამოკითხვა დამოუკიდებლად მოახერხა. არა და ღმერთი რჯული მე მართლა არაფერი მისწავლებია. ფაქტია რომ სექტემბრის მოახლოებასთან ერთად თეკლას მოტივაცია წერა-კითხვაში იმეცადინოს თვალსა და ხელშუა იზრდება. ეს რასვაა? შ U B L O სამშობლო. დედი, ეს არის ანას წიგნი. არ გინდა დედაენით დაიწყო? დედაენა ვიცი. აჰა, დედაენა იცი და ეგრევე მეოთხე კლასის წიგნი უნდა იკითხო? მინდა. იცი რა, რაღაც კითხვები მაქვს და შეიძლება გკითხო. კი. სკოლაში წასვლა გინდა? კი. და ბაღში რო ვერივლი? ხარავს. შენი აზრით სკოლაში რა ხდება? იქ მარტო გასწავლიან, ხო? ვიჭდებით იქ მოწყენილი ბაღი უფრო კარგია. აჰა, გონია რომ იქ მოწყენილი იქნები და ბაღში უფრო ხალისიანად ხარ? ხო, იქ ხმაური იქნება, მაგრამ იქ მარტო უნდა წეროთ. გამოდი დაფაზე. ცუდად შევი ცოტა. ვისაც წინა ეპიზოდები ნანახი გაქვთ, ალბათ გახსოვთ, როგორ მოირგო მასწავლებლის როლი თავად და როგორ მკაცრად ექცეოდა მოსწავლე სანდროს, პედაგოგის ამპლუაში. არ ვიცი ეს საიდან მოიტანა, მაგრამ მაინც ვცდილობა ავუხსნა, რომ სკოლაში არავინ დასჯის. იქ ძალიან კარგი მასწავლებლები გეყოლება. მოგეფერებიან და გასწავლიან რაღაცებს. რა თქმა უნდა, არ დაგსჯიან. მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ კაი მასწავლებელი გვყავს. K A მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ სწავლა და მონდომება სკოლაში აუცილებლად დაუფასდება, კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით შეუდგა კითხვას. დედი, ვინ გასწავლა კითხვა? ჰა? ვინ გასწავლა კითხვა? დედაენაში ვისწავლე. და შენით როგორ ისწავლე? როგორ? ნახე, ეხატა რაღაცები და დავინახე რომ იქ ასოები ეწერა და მე იმ მშობლების კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც თვლის რომ არ არის საჭირო ბავშვმა სკოლამდელ ასაკში ისწავლოს საფუძვლიანად ის პროგრამა, რომელიც უნდა გაიაროს სკოლაში, რადგან მგონია რომ იქ მერე უკვე რაღაც ინტერესს დაკარგავს. და ამიტომ მართლა არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია თეკლას ანბანის შესწავლის პროცესში. თუმცა როგორც ხედავ, თავისით უსწავლია. მოდი სანდროსაც ვკითხოთ, რას ფიქრობს სკოლასთან დაკავშირებით. სანდრო, გიხარია სკოლაში წასვლა? კი. რატო? მე რა ვიცი. უბრალოდ შემომიხარია. მოგწონს ახალი გარემო? ახალი მეგობრები რო გეყოლება? კი. ბაღში რო ვერ წახვალ, გული არ გწყდება? ცოტა. სკოლაში რას აკეთებენ შენი აზრით? სწავლობენ რაღაცებს. შენ იცი კითხვა? ოდნავ. თვლა, ციფრები? ციფრები ცოტა ვიცი. თვლა ბევრი. ასე ბევრი დავთვალეთ მე და ალექსანდრემ. როგორ ფიქრობ, კარგი მასწავლებლები იქნებიან? არ ვიცი მე როგორი მასწავლებლები იქნებიან. ძალიან კარგი მასწავლებლები იქნებიან. დარწმუნებული ვარ. და ძალიან მოეწონება ჩვენისთანა ბიჭი. ოდის უნდა შემიყვანო? გადაწყვეტილი მაქვს, რომ ტყუპები შევიყვანო სხვადასხვა ჯგუფში და მგონია, რომ ეს მათ ინდივიდუალურ განვითარებას ძალიან დაეხმარება. ბაღში ერთ ჯგუფში არიან და აი რომ ვაკვირდები, სანდრო ძალიან ხშირად ცდილობს თეკლას დაცვას. იმის მიუხედავად, რომ ალბათ დამეთანხმებით, თეკლას სხვისი დასაცავი არაფერი არ სჭირს. თუ ეს დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდება და თეკლა ყოველთვის იფიქრებს, რომ გვერდით ყავს ადამიანი, რომელიც მას მუდმივად დაიცავს, მგონია, რომ რაღაც ეს თავდაცვის ინსტინქტები ცოტა მოუჩლუნგდება, რაც არ დაეხმარება ცხოვრებაში. რაც შეეხება აკადემიურ მხარეს, აი, როცა რაღაც არ იცის, სანდრო ხშირად მეუბნება, რომ მიდი თეკლას კითხე.
მეთქი თეკლას რატომ ვკითხო, როდესაც მაინტერესებს შენი აზრი ამაზე. მგონია რომ მაინც და მაინც კეთილსინდისიერი მოსწავლე არ იქნება და შეეცდება თეკლას ხარჯზე რაღაცეების გადაგორებას. ამიტომ რა თქმა უნდა, ერთმანეთის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ და ყოველთვის უნდა დაეხმარონ ერთმანეთს ყველანაირად. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მათი ინდივიდუალური განვითარებისთვის და მათი ჩამოყალიბებისთვის გაცილებით უკეთესი ნიადაგი იქნება თუ ისინი სხვადასხვა ჯგუფში იქნებიან. მანამდე სანამ პატარა ჭკუის კოლოფებს ბაღში დავტოვებ, ჩვენი საუბრის მთავარი თემა ლოკოკინებია. უკვე რამდენიმე დღეა თეკლა მხოლოდ ამ თემაზე ლაპარაკობს. შენ იცი, მე შოგრო ლოკოკინები და სხვა აღარაფერი აინტერესებს. იცით, მე ლოკოკინებს ვაჭამე. სოფიკოე ლოკოკინები. იქ ვიპოვეთ. ვიპოვეს და მე მომიტანეს. აი დედებისთვის ყველაზე საყვარელი დრო რო არის დღის განმავლობაში, აი სკოლა ბაღში რო გაყრი ბავშვებს და რამდენიმე მშვიდი და ბედნიერი წუთი რო გაქვს ყავის დასალევად, შემდეგ იწყება საქმეები, რუტინა ხმაური, ქეთ მტვერსასრუტის ხმა, ქეთ სარეცხი მანქანის ზრიალი, მაგრამ იქამდე რამდენიმე წუთი რომ გაქვს მხოლოდ შენთვის. აი მაგ პროცესი მაქვს ახლა. მართლა არაფერი არ ჯობია ამ დროს. ამ წუთებს, მაგრამ საფიქრალი და საზრუნავი ხო არ განებებს თავს. ამჯერად მორიგი ჩემი საფიქრალი არის პირველკლასელთა რეგისტრაციის ეტაპი, მეორე ეტაპი, რომელიც უკვე დაიწყო და რომელიც ეხება ჩემს შვილებს. ანუ ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან დედმამის შვილები, ტყუპები და მასწავლებლების შვილები. რადგან ჩემები ტყუპებიც არიან და მათი დედმამის შვილი სკოლაში სწავლობს, ამიტომ უკვე დროა დავიწყო საბუთების შეგროვება. მოკლედ მე რასაც ვატყობ, ჩემს საათებში გაწერილ ცხოვრებას სექტემბრიდან ელოდება წუთებში გაწერა. სხვათა შორის ამას წინათ ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რანაირად ცხოვრობ, აი მე რომ მქონდესო ასეთი მოცემულობაო, რომ ყოველდღიურად 3 ბავშვის მიყვანა მოყვანა მევალებოდეს და ზუსტად უნდა ვიცოდე რომელი სად რამდენი ხნით უნდა დავტოვო, ალბათ შევიშლებოდიო და ვერაფერსაც ვერ შეიშლებოდი ჩემო ძვირფასო. მქონდა მაგის მცდელობა, მაგრამ არ გამომივიდა. დღეს ტყუპების ბაღიდან გამოყვანა ცოტა ადრე მომიწევს. რეგისტრაციისთვის საბუთები გვაქვს მოსამზადებელი. ამიტომაც ვჩქარო. დღეს იცი სად უნდა წავიდეთ? ფოტოები უნდა გადავიღოთ სკოლისთვის. მართლა? ხო, წამ. ყველაფერი რაც სკოლას უკავშირდება, განსაკუთრებულად ახარებთ, მაგრამ კვირის მთავარ თემას მაინც ვერაფრით ივიწყებს. აუ, დედა, ლოკოკინები ვიყო. რა ლოკოკინები, გოგო, წამოდი. თეკლა, წავედით, რა დროს ლოკოკინებია? ზეგი წვიმს. მეჩქარება და ლოკოკინების სანახავად მივყავარ. სხვა რა გზა, წავიდეთ და ვნახოთ ლოკოკინები. აჰა. ორი შეიძლება. კაი, წავედით. წავედით, გვაგვიანდება და თეკლა, როგორ იქცეოდა სანდრო დღეს? ჭკვიანესად. ჭკვიანესად იქცეოდა სანდრო? ხო, ჭკვიანესად. აი, თეკლას ასეთი შეფასებით, როგორც ჩანს, სანდროც ძალიან კმაყოფილია. მადლობა. სწრაფად, გვაგვიანდება. ჯერ ფოტო უნდა გადავიღოთ და მერე ღანასთან მივიდეთ სახლში. გასწორდი ხო და გავიხადოთ ეს ქურთუკი, ხო? მადლობა. მადლობა. წავედით. აი ესეთი სანდრო გამოვიდა. ასეთი თეკლა. ჩვენ რომელ სკოლაში უნდა შევიდეთ?
თქვენ უნდა შეხვიდეთ ანას სკოლაში. გაჩვენოთ? კი. აი ესე სპონტანურად გადავწყვიტეთ სკოლის დათვალიერება. დილით როგორც წესი ასეთი თავისუფალი არ იქნება გზა. აი ამ გზის გავლა მოგვიწევს ჩვენ ყოველდღე. ტყუპებს ანას სკოლა კი შორიდან ნანახი აქვთ, მაგრამ ახლოდან მაინც ძალიან აინტერესებთ. ესეც თქვენი სკოლა. მიდი აბა მოიხსენით, ხვედი და გადმოდით. წამოდით? ოი, მართლა ცხედია. აბა მითხარით თქვენ საკლასო ოთახს რა ფერის ფანჯრები უნდა კონდეს? მე მინდა რომ ქონდეს თეთრი და მწვანე. თქვენ იცით რომ სხვადასხვა კლასში ისწავლით? მოსალოდნელი დაშორების გამო თეკლა და სანდრო ცოტა შეფიქრიანდნენ, მაგრამ ეს არაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში მათთვის ასე უკეთესია. ჩემთან არ იქნება? არა. ვესტიბიულში მოძრაობის უფლება მივიღეთ, მაგრამ ახლა ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. მოკლედ სკოლის ვესტიბიულში სირბილით გულიკი ვიჯერეთ და აქაურობა საკმარისად გავუშინაურდით, მაგრამ მე რა ვქნა მე სამი ბავშვი ორ ცვლაში ერთი დასტრესილი დედისთვის, რომელსაც სახლში არავინ ეხმარება, მაინც ნამდვილი ჯოჯოხეთია. წავედით. ოი, აქ ფოტო-ვიდეო გადაღება არ შეიძლება. კარგი, გავედით ახლა აქედან სანამ გავყვარეს. წავედით. არა. რჩები აქ? არა, ცოტა ხანია. გახსოვთ ალბათ ჩემი წუხილი მეორე ცვლაზე. იმიტომ რომ ანას პირველი ცვლა უწევს ტყუპებს მეორე ცვლა და ეს არის ჩემთვის კატასტროფა და საშინელი დისკომფორტის შემქმნელი, მაგრამ გამოსავალი ვერ ვიპოვე, რადგან გამოსავალი არ არსებობს. ანუ არჩევანის საშუალება მშობლებს არ გვაქვს. არის მოცემულობა, რომ უნდა ატარო ბავშვი მეორე ცვლაში, რადგან ამ უბანში პირველ ცვლაში პირველკლასელები არ სწავლობენ. და შესაბამისად მთლად ისე რომ არ დამჩნენ ბავშვები და აი ამ საცობების გადამკიდე სხვა უბანშიც ვერ ვატარებ და არც იმ სხვა უბანში არ არის რაღაც კარგი მდგომარეობა სკოლების მხრივ, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ შევიყვანო ამ მეორე ცვლაში ეს ბავშვები, დავიწყო საბუთების შეგროვება, თადარიგი დავიჭირე და ფორმა 100 მანამდე გავაკეთე ვიდრე გამოცხადდებოდა რეგისტრაცია. ახლა მჭირდება დაბადების მოწმობების ასლები. სხვათა შორის რაღაცა მანქანებით ეს ბავშვების დაბადების მოწმობები აღმოჩნდა ბარსელონაში, რაღაცა დაჭირდა ჩემს ქმარს. ახლა უნდა გავაკეთო ასლი, უნდა წავიდე იუსტიციაში. შემდეგ ჩემი და ჩემი ქმრის პირადობის მოწმობები უნდა დავაქსეროქსო. მოკლედ საკმაოდ ბევრი საქმე მაქვს. ასე რომ უნდა მივხედო, თორემ დაამრჩნენ ბავშვები განათლების მიღების გარეშე. რადგან რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაწყებულია და დრო აღარ ითმეს, მეც სასწრაფოდ გავუდექი საცობებით სავსე გზას პირდაპირ იუსტიციის სახლისკენ. მოვედი იუსტიციის სახლში, რომ გამოვიტანო ბავშვების დაბადების მოწმობები. ავაკეთო ასლები და შემდეგ მივიტანო სკოლაში. მე-13 სივრციდან გავიტან. მოვედი მეგასკოლაში, სადაც უნდა შევიტანო ბავშვების საბუთები და მე გეტყვით ძალიან მოკლედ სექტემბრიდან რა მელოდება. დილით უთენია უნდა წამოვხტე, წამოვიყვანო ანა სკოლაში. ტყუპებს რა ეშველება თქონდა ამ დროს დაძინებულებს, მე მანამდვილად არ ვიცი. უნდა დავტოვო ანა სკოლაში, დავბრუნდე სახლში, გავაღვიძო ტყუპები, ვამეცადინო, ჩავაცვა, ვაჭამო, წამოვიყვანო სკოლაში, დავტოვო სკოლაში, შემდეგ დავბრუნდე სახლში, რადგან მაგ დროს ანა გამოსაყვანი არ იქნება. შემდეგ ისევ მივბრუნდე სკოლაში, წამოვიყვანო ანა.
ვასადილო წავიყვანო წრეებზე, ამასობაში ტყუპების გამოსვლის, გამოყვანის დრო დგება, გამოვიყვანო ტყუპები, მოვიყვანო სახლში, შემდეგ მათი წრეების დროა. ვატარო წრეებზე, მერე მოვიდე სახლში, სამივე ვამეცადინო, ვავახშმო, დავაძინო და მეორე დროს ყველაფერი დაიწყება თავიდან და ამ დროს ჩემი ცხოვრება სად არის? სახელმწიფო რატომ არ მიტოვებ იმის შესაძლებლობას, რომ ვიცხოვრო, ვიმუშაო და სრულფასოვანი მოქალაქეობა შევძლო. და კიდევ ერთი შვილი გავაჩინო არა? არა, მადლობა ღმერთს ყოველდღიასი არ მომიწევს. ბოლო დროს ანამ დამოუკიდებლად, უпростоრად მეგობრებთან ერთად დაიწყო სკოლაში სიარული. თუმცა ზოგჯერ ამინდის ან სხვა მიზეზების გამო მაინც მევატარებ. ასეთ დროს ამ გზის გავლა სახლიდან სკოლამდე და უკან დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ მომიწევს. ახლა მივდივარ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან, რომლებიც უკვე კანცელარიასთან რამდენიმე დღეა 24 საათიან რეჟიმში დგანან და ითხოვენ პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან შეხვედრას იმისთვის, რომ მათი შვილებისთვის ითხოვონ წამალი. ბავშვს 37 გრადუსამდე რომ აუწევს ტემპერატურა, კი იცით დედებმა როგორ შფოთავთ ხოლმე. და ესენი არიან ბავშვები, რომელთაც ჭირთ ჯერჯერობით განუკურნებელი დაავადება, რომელიც იწყება ქვედა კიდურებიდან, თანდათან ადის ზემოთ, აზიანებს შინაგან ორგანოებს და ბოლოს ბავშვები სუნთქვის აპარატზე მიერთებულები ასრულებენ სიცოცხლეს საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში. და ეს მშობლები ითხოვენ მათი შვილებისთვის არა განკურნებას, რადგან ამის წამალი არ არსებობს. უბრალოდ ითხოვენ სიცოცხლის გახანგრძლივებას. რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებას ნორმალური ცხოვრების პირობების. რაც შეიძლება გვიან ჩაჯდომას ეტლში, რაც შეიძლება გვიან სიკვდილს და ამ მშობლებს უბრალოდ არ ხვდებიან. რადგან ასეთი მხოლოდ 100 ბავშვი ყავს საქართველოში, დაახლოებით 100-ია მათი რაოდენობა და წამალი ღირს ძალიან ძვირი. წამალი, რომელიც ხელს უწყობს მათი ცხოვრების ხარისხის ამაღლებას და მათი სიცოცხლის გახანგრძლივებას. საქართველოში დღეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით 100-მდე ბავშვი და მოზარდი ცხოვრობს. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უმეტესად 20 წლამდეა. თუმცა თანამედროვე მედიცინის დახმარებით მათი სიცოცხლის გახანგრძლივება უკვე 30-40 წლამდე გახდა შესაძლებელი. აი ასე ქარში, წვიმაში და სიცივეში დგანან და პასუხს ელოდებიან. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ეს წამალი არ კურნავს საბოლოოდ ამ ბავშვებს და შესაბამისად კითხვის ნიშანს სვამს, რამდენად ღირს ამ წამლის შემოტანა. უკაცრავად, მაგრამ ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადება არსებობს ისეთი, რომელიც არ იკურნება, მაგალითად დიაბეტი. მაგრამ ინსულინის შემოტანაზე ამ ხალხს უარს ხო არ ეუბნებით. ინსულინი ხომ შემოდის ქვეყანაში და უნდა შემოვიდეს კიდეც. მშობლები ითხოვენ უბრალოდ ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივებას, რომ იქნებ მეცნიერებმა მოახერხონ და მოასწრონ წამლის გამოგონება, რომელიც განკურნავს მაგ დაავადებას. რაში გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც საჭიროდ არ თვლის ბავშვს ტკივილი შეუმსუბუქოს? ჩემი შვილი უკვე 3 წელია ეტლში ზის. 10 წლის იყო, როდესაც ეტლს მიაჯაჭვა. მე თვითონ ვუკეთებ ვარჯიშებს, შესაბამისი ვარჯიშები არსებობს და ვაკონტროლებ შეძლების დაგვარად, რომ რაიმე პათოლოგია არ გამომეპაროს. მინისტრმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატები არ არის რეგისტრირებული და ბავშვებისთვის არის ძალიან საშიში. იმ პრეპარატებზე გვესაუბრება, რომელიც უკვე აღიარებულია მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე. აი ამ სიტყვებით მან ფაქტიურად სასიკვდილოდ გაწირა ჩვენი შვილები. უამრავი პრეპარატი მუშავდება კიდევ მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე. მიმდინარეობს კვლევები, მაგრამ რაც არის უკვე დადასტურებული, ჩვენ ხო არ ვითხოვთ რაღაც არ არსებულს. ვიცით, როგორი ეფექტი აქვს ამ პრეპარატებს. ჩვენი ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, მაგალითად, ძალიან საყვარელი ბავშვი არის ამერიკის მოქალაქე და მან მიიღო ამერიკამ დააფინანსა, რა თქმა უნდა, უფასოდ. გაუკეთეს პრეპარატი ელევიდისი, რომელიც ერთხელ კეთდება და ბავშვს აქვს ძალიან კარგი შედეგი. ანუ ბავშვი, რომელიც ერთ სართულსაც შესვენებებით გაივლიდა, აი ახლა დედამ ვიდეოც გადმოგვიგზავნა, როგორ ადის ბავშვი 9 სართულს შეუსვენებლად.
მედიკამენტის მოთხოვნით სამინისტროს მშობლებმა პირველად წელიწად ნახევრის წინ მიმართეს. მაშინ რამდენიმე შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთანაც გაიმართა, თუმცა ვერავითარ ხელშესახებ შედეგს ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქუჩაში გამოსვლა ამ დედებისთვის მართლა იძულებითი ნაბიჯია, რადგან დაავადება სწრაფად პროგრესირებს და ბავშვებისთვის ყოველი დღე გადამწყვეტია. ეს დაავადება იწყება სადღაც 3-4 წლიდან. ბავშვები არიან მოდუნებული, იწყება პროცესი ფეხებიდან და შემდეგ ნელ-ნელა ასაკის მატებასთან ერთად მოიწევს ზემოთ და ზემოთ. როდესაც ბავშვი ეტლში ჩაჯდება, ეს ასაკია და დაახლოებით 10-11 წლის ასაკში უკვე ეტლს ეჯაჭვებიან. აქ უკვე იწყება ძალიან რთული პროცესი, ანუ შინაგანი ორგანოები უნდა გააკონტროლო, ხშირად უნდა მიიყვანო ექიმებთან, რომ მშობელს რაიმე პროცესი არ გამოეპაროს. იწყება ასაკის მატებასთან ერთად იწყება შემდეგ გულის პრობლემები, ფილტვის პრობლემები. ჩვენ ბავშვებს, რომლებიც უკვე დიდი ასაკისები არიან, ბევრს უკვე ჭირდება სასუნთქი აპარატები, ძალიან ბევრი რამე საჭიროებათ და ჩვენთან ასე თუ ისე პედიატრიულ ასაკს მართავენ ექიმები, იციან ესმით, მაგრამ როდესაც უკვე ბავშვი ხდება სრულწლოვანი, უკვე გვეუბნებიან, რომ ჩვენ ამ დაავადებას ვეღარ მართავთ. ჩვენი შვილების სიცოცხლის წლები მართლაც დათვლილია. ჩვენ ვიცით, რომ არ კურნავს. არ გვინდა ამასთან დაკავშირებით ახსნა, რაც არ არსებობს, იმას როგორ მოვითხოვთ, მაგრამ რაც ვიცით, იმას ვუმტკიცებთ და აუცილებელია, რომ ის პრეპარატები შემოიტანოს, რომელიც უკვე აღიარებულია. ძალიან შეფასებდა. მართლა ძალიან ცივა და სწორედ ამ დროს სრულიად უცნობმა გულშემატკივარმა დედებს ცხელი ჩაიმოუტანა. უბრალოდ სახელმწიფო უნდა შევაჩვიოთ იმას, რომ იზრუნოს ჩვენს შვილებზე. ამაზე დიდი საზრუნავი ამ ქვეყანას არ აქვს, რადგან ხვალ შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი შვილს დასჭირდეს დახმარება, ჩვენ არ გქონდეს საკმარისი ფინანსები და დაგვჭირდეს სახელმწიფოს დახმარება და ზუსტად ისეთივე ცინიკური უარით გაგვისტუმრებს სახელმწიფო თუ ამაზე ერთად არ ვიმუშავებთ, როგორც ახლა ამ დედებს ეუბნება. ფაქტობრივად ყოველდღე ჩვენი საგამოძიებო უწყებები გვიყვებიან, როგორ გაიფლანგა რამდენიმე მილიონი და ასე შემდეგ და თუ ბიუჯეტს აქვს იმის თანხა, რომ ვიღაც მაღალჩინოსნის ჯიბეში წავიდეს მილიონები, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და იმის თანხაც უნდა გამოიძებნოს, რომ ბავშვები იყვნენ კარგად. გასაგებია, რომ ესენი სხვისი შვილები არიან, გასაგებია, რომ ჩვენ შვილებს ეს დაავადება არ სჭირს, მაგრამ ბავშვი რომ ავად გაგვიხდება, მორალური უფლება ხომ უნდა გქონდეს, რომ ღმერთს მისი გამოჯანმრთელება ვთხოვოთ. ეს ფული არის მოქალაქეების ფული. ბიუჯეტის ფული შედგება მოსახლეობის ფულისგან და დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, ანუ ვისაც გვეჭრება ეს საშემოსავლო ხელფასიდან 20%, რა თქმა უნდა, თანახმარი რომ ბავშვებისთვის მოხდეს ამ ფულის გამოყენება. ის ადამიანები, ვინც ამას ვერ იაზრებენ, ან გულგრილად უდგებიან, ალბათ არ მუშაობენ, ან ამას ვერ ხვდებიან, რომ ეს ბიუჯეტში შემავალი ფული ხალხის ფული და რატომ უნდა მოხდეს ამ ჩვენი ფულის გამოყენება ვიღაცის ოქროზოდების შესაძენად, ან უძვირესი მანქანების და არა იმ საბაძიტო საჭიროებისთვის, რაც სჭირდებათ ბავშვებს. ანუ ეს წამალია, ეს სხვა არ არის რაღაცა ფუფუნებისაგანი. ერთი ბავშვისთვისაც რო იყოს, ეს უნდა მოხდეს. მე მახსოვს 2 წლის წინ ზუსტად ამ ადგილზე ვიდექი სახელმწიფო კანცელარიასთან, მაშინ მედიაში ვმუშაობდი და ვაშუქებდი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელთა საპროტესტო აქციას. მაშინდელი ხელისუფლების გზავნილები ერთ-ერთში ემთხვევა დღევანდელ გზავნილებს. მაშინაც ამბობდა ხელისუფლება, რომ ეს წამალი არ იყო სათანადოდ გამოკვლეული, რომ ამ წამლის შემოტანას და მკურნალობის დაწყებას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოყოლოდა ბავშვებისთვის და ამის შესახებ მშობლები არ იყვნენ ინფორმირებული, რომ მშობლებს იყენებდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალები მათი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად, თუმცა მშობლების შეუპოვარი ბრძოლით შედეგი დადგა, როგორც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვი ამბობდა, წამალი დაიდო და დღეს გვაქვს ასეთი შედეგი, რომ ექიმების და მშობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ყოველწლიური ზრდა არის სადღაც 7-12 სანტიმეტრი, მათ ნაწილს მოეხსნა საერთოდ ტკივილები, ნაწილს შეუმსუბუქდა, რომ წამალს ჰქონდა შედეგი. დღეს ფაქტობრივად გვესმის იგივე და სხვათა შორის აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მშობელი მაშინ მეუბნებოდა, რომ
ყოველ ღამით, როდესაც მის შვილს ტკივილები ეწყებოდა, მზად იყო კედელს თავით შესკდომოდა და დღეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ასკდებიან სახელმწიფოს უსულგულო დამოკიდებულებას და ეს ადამიანები არ შეიძლება დარჩნენ მარტო. ალბათ ჩვენი ყველას ბრალია, რომ ეს დედები დღეს ყრუ კედელს ასკდებიან, რომ არავის ესმის მათი განწირული ხმები. Სახლისკენ მიმავალი მთელი გზა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. რატომ არ გვაბედნიერებს ის ყოველდღიური წვრილმანები, რასაც განგება ასე უხვად ვჯუქნის. ალბათ იმიტომ, რომ გვაკლია თანადგომის და თანაგრძნობის გულწრფელი განცდა. სხვაგვარად რაღაცას აუცილებლად შევცვლედით ჩვენი და სხვისი შვილებისთვის.